რატომ ფუჭდება სვეჩები და რა აზიანებს მათ? ხშირად ალობენ, რომ სვეჩი უბრალოდ ძველდება, მაგრამ რეალურად მისი დაზიანება რამდენიმე კონკრეტულ მიზეზს უკავშირდება. პირველი და ბუნებრივი მიზეზი არის ცვეთა. ვიდეოში თქვენ ხედავთ 40,000 კილომეტრის შედეგად ნამუშევარ სვეჩას. შეხედეთ მის ცხვირს რა მხელა დაშორებაა. მუშაობისას სვეჩის ელექტროდი ნელ-ნელა იწვის, შუალედი იზრდება და ნაპერწკალი სუსტდება. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ყველა სვეჩს აქვს თავისი რესურსი. როდესაც ეს რესურსი იწურება, ძრავის მუშაობა უარესდება. წვა იმატებს, ამიტომ სვეჩის დროული შეცვლა აუცილებელია. მეორე გავრცელებული მიზეზია უხარისხო საწვავი. ცუდი ხარისხის საწვავი წვის დროს ტოვებს ნალექს, რომელიც გროვდება სვეჩის თავზე. შეხედეთ, როგორი ჭუჭყიანია მისი თავი. ნალექი აფერხებს ნაპერწკალს, ანთება სუსტდება და სვეჩი სწრაფად ბინძურდება. შედეგად ძრავი იწყებს არათანაბარ მუშაობას და საწვავის ხარჯიც იმატებს. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორია ზეთის მოხვედრა ცილინდრში. თუ ძრავი ზეთს წვავს, ზეთი ხვდება სვეჩზეც და ფარავს მის ზედაპირს. ასეთ შემთხვევაში ნაპერწკალი სუსტდება ან საერთოდ ქრება. ეს უკვე მხოლოდ სვეჩის პრობლემა აღარ არის, ხშირად მიუთითებს ძრავის შიდა ცვეთაზე ან ჰერმეტულობის დარღვევაზე. მეოთხე მიზეზი არის არასწორი სვეჩის შერჩევა. თითოეულ ძრავს სჭირდება კონკრეტული ტიპის სვეჩი. თუ დაყენებულია არასწორი მოდელი, ის შეიძლება ზედმეტად გაცხელდეს ან პირიქით, საკმარისად ვერ გათბეს. ორივე შემთხვევაში სვეჩის რესურსი მკვეთრად მცირდება და მუშაობა არასტაბილური ხდება. მეხუთე მიზეზად უნდა აღვნიშნოთ ანთების სისტემის გაუმართავობა. თუ კოჭა, ანუ ბაბინა, სადენები ან სხვა ელემენტები სწორად არ მუშაობს, სვეჩი იღებს არასტაბილურ ძაბვას. ეს იწვევს არათანაბარ ნაპერწკალს, რაც დროთა განმავლობაში თავად სვეჩსაც აზიანებს და ძრავის მუშაობას ამძიმებს. ყველაზე ხშირად მის რესურსს ამცირებს ცუდი საწვავი, ზეთის მოხვედრა, არასწორი დეტალის გამოყენება ან ანთების სისტემის პრობლემა. სვეჩის დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა არა მხოლოდ ძრავის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს, არამედ ხელს უშლის უფრო სერიოზული და ძვირადღირებული დაზიანებების განვითარებას. მოკლედ, სვეჩა პატარა დეტალია, მაგრამ ძრავის გულია. მის გარეშე ძრავი არ იმუშავებს. მისი მოვლა ნიშნავს ძრავის ჯანმრთელობას, სტაბილურ მუშაობას და ნაკლებ ხარჯს მომავალში.